კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Middle East Now-ში, მე თქვენი წამყვანი ვარ ბიანკა ზანინი. გლობალური სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო მეტად პოლიტიკურ ზეწოლის იარაღად იქცევა, ხოლო სტრატეგიული ვიწრო წერტილები, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, აჩვენებს, რამდენად დაუცველია მსოფლიო ეკონომიკა. ეს კვლავ ამახვილებს ყურადღებას IMEC-ზე, სავაჭრო დერეფნის პროექტზე, რომელიც ინდოეთს ევროპასთან დააკავშირებს ახლო აღმოსავლეთის გავლით, ხოლო ისრაელი შესაძლოა გახდეს კარიბჭე ხმელთაშუა ზღვისკენ. მაგრამ ეხლა როცა საუდის არაბეთი აძლიერებს ურთიერთობებს თურქეთთან და პაკისტანთან, რამდენად რეალისტურია ეს ხედვა, ან რამდენად მტკიცეა ის და რა როლი რჩება ამ შემთხვევაში ისრაელს. ეხლა ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროთ ფრენკ მალულია, 4 News-ის თავმჯდომარე. თუმცა დღეს საღამოს ის არ გვიერთდება ამ სტატუსით, არამედ როგორც Next Base ელჩი. ეს არის ალიანსი, რომელიც ხელს უწყობს ჰაიფის ყურის განვითარებას, ხოლო მისი აზრით, რომ ისრაელი და ჰაიფა უნდა გახდნენ IMEC-ის ხმელთაშუა ზღვის ჰაბი. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით ფრენკ, პირველ რიგში მოგლეთ. რა არის IMEC და რატომ გახადა ჰორმუზის სრუტეში არსებული შეფერხებებმა? ეს კიდევ უფრო გადაუდებლად. IMEC დაარსდა და დამტკიცდა 2023 წლის სექტემბერში. ეს იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის იდეა ინდოეთსა და შუა აღმოსავლეთსა და ევროპას შორის კორიდორის აშენების შესახებ. IMEC ინდოეთი, შუა აღმოსავლეთი და ევროპული კორიდორი. როდესაც ეს დამტკიცდა, ეს იყო 2023 წლის სექტემბერში, ზუსტად ერთი თვით ადრე, 7 ოქტომბრამდე. და ეს იყო იმედი. ყველა ამაზე იმედით საუბრობდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი როშ ჰაშანას მიმართვაში ისრაელის მოკალაქეების წინაშე რუკას აჩვენებდა. და მან თქვა, ეს არის ახალი გზა. ეს არის ეხლახლო აღმოსავლეთის მომავალი და 7 ოქტომბრის შემდეგ და კიდევ უფრო მეტიც ირანის წინააღმდეგ ომიც მოხდა და ეხლა ვხედავთ, რომ ეს არის IMEC, რომელსაც ხელი მოაწერეს ევროკავშირმა, საუდის არაბეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ. აღარ არის იმედი. ეს აუცილებლობა, ეს ალტერნატივა, რადგან როგორც თქვით, ვაჭრობა იარაღად იქცევა და ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა კატასტროფაა. უკვე აზრზე მეტია. სოფლიოს ნავთობის მე-5 გაჩერებულია. და ეს მდგომარეობა სოფლიოსთვის აღარ არის მისავები. ამიტომ, როცა დღეს ვსაუბრობთ IMEC-ზე, ვსაუბრობთ ალტერნატივაზე და ვხედავთ როგორ ისრაელი და ისრაელის ჩრდილოეთის რეგიონი და განსაკუთრებით ჰაიფას პორტი შეიძლება გახდეს კარიბჭე ამ ახალი იმედისთვის, როგორც ალტერნატივა. ჩვენთვის აუცილებლობაა. ეხლა თქვენ ახსენეთ საუდის არაბეთი. ის ცენტრალურია IMEC-ის დერეფნისთვის. მაგრამ ეხლა მან ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთთან და პაკისტანთან. ორ ქვეყანასთან, რომლებიც ხშირად, ყველაზე ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ისრაელსა და ისრაელის ინტერესებს, ასევე ინდოეთის ინტერესებს. და როგორ უქმნის ამას საფრთხეს, ან როგორ ართულებს IMEC-ის როლსა და პოტენციალს. პირველ რიგში, როგორც დიპლომატი, ყოველთვის გირჩევთ, არასოდეს ირეაგიროთ ზედმეტად. და მინდა შეგახსენოთ, რომ საუდის არაბეთი აბრაამის შეთანხმებების ნაწილი არ არის. ისმენ კითხულობ, რომ ეს აზიანებს აბრაამის შეთანხმებებს, ამ ახალ ალიანსს. მაგრამ აბრაამის შეთანხმებები ბიზნესის ჩარჩოა. ეს არის ის დინამიკა, რომელიც რეგიონში ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის იდეა, მშვიდობა, კეთილდღეობის სანაცვლოდ, ალიანსი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, უსაფრთხოების ალიანსია და ეს სრულიად ნორმალურია ეხლა ირანის მხრიდან რეგიონში არსებული საფრთხის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არსებული ძალები რეაგირებენ და წყვეტენ რა ტიპის ალიანსის შექმნას სურთ. ფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა იმის გასაგებად, რა დგას ამის უკან, ან რა მოხდება მომავალში. რაც მე ვამბობ IMEC-ის შესახებ. თუ ეს კონკურენცია კარგია, მე მიყვარს კონკურენცია. პირველ რიგში ეს გააღვიძებს ისრაელებს და იმისთვის, რომ მათ გაიგონ, უნდა წარმოადგინონ, რა დამატებითი ღირებულება აქვთ მათ. და ასე რომ თქვენ ამბობთ, რომ ეს გააღვიძებს ისრაელებს, რატომ არის ისრაელი იდეალური პარტნიორი ამ პროექტისთვის? პირველ რიგში უნდა აჩვენო, რას შეგიძლია შესთავაზო. და როცა კონკურენციაზე საუბრობ, უნდა ნახო რა გზებია. ინდოეთიდან, სირიით, ლიბანიდან, ერაყით გადაადგილება იქ არსებული არასტაბილურობის გამო ძალიან რთულია. ისრაელი სტაბილურობას სთავაზობს. ისრაელი უსაფრთხოებას სთავაზობს და ისრაელი კიდევ უფრო მეტ ტექნოლოგიას სთავაზობს.
Next Base რეგიონში, ისრაელის ჩრდილოეთში არსებულ 53 ქალაქიდან 27 არაბული ქალაქი. და რაც გასაოცარია, აბრაამის შეთანხმების დნმ-ის არსია თანაცხოვრების ჩვენება. აქ ისრაელის ჩრდილოეთში თანაცხოვრების ლაბორატორია. და ამ რეგიონში შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ეს უკვე არსებობს. და როცა მსოფლიოს თავაზობთ ასეთ თანაცხოვრებას, ასეთ სტაბილურობას, ასეთ უსაფრთხოებას და მაღალი ტექნოლოგიები. შეგახსენებთ, რომ NVIDIA ჩრდილოეთ ისრაელში უზარმაზარი სათაო ოფისის აშენებას აპირებს. თქვენ უფრო კონკურენტუნარიანი ხართ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც საკუთარ გზებს აშენებენ. ამიტომ HiPeace ყურე, HiPeace პორტი არის კარიბჭე ტრიესტესა და მარსელში წასასვლელად, რათა ევროპას უფრო უსაფრთხო მარშრუტის შესაძლებლობა შესთავაზოს, განსაკუთრებით ეხლა, ჰორმუზის სუნთეში არსებული მდგომარეობის მიხედვით. ასე რომ თქვენ საუბრობთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არიან ისრაელი და HiPA ამისთვის შესაფერისი და რისი შეთავაზება შეუძლიათ. თქვენ ხართ HiPeace ურის ალიანსის Next Base 53-ის ალიანსის ელჩი. ვითხარით მეტი თავად პროექტის შესახებ. პროექტი საოცარია, მიზანია ერთი კორიდორის და ერთი ხედვის შექმნა. იცით, როცა ისრაელელი ხარ და ერთხმაში საუბრობ, ეს უკვე გამოწვევა. და ის ფაქტი, რომ ეს უკვე ხდება ამ 53 ქალაქში, საოცარია. და კიდევ ერთხელ ის გზავნილი, რომელსაც უგზავნით მსოფლიოს, რომ ამ რეგიონში ჩვენ ძადვართ მივიღოთ არა მხოლოდ ტრანსპორტი, როდესაც საუბრობთ AIMEC-ზე, საუბრობთ სამი ტიპის კორიდორზე: ტრანსპორტზე, კომუნიკაციასა და მონაცემებზე და ენერგიაზე. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადრე ვთქვი, უსაფრთხოება, სტაბილურობა, ტექნოლოგია, როცა ენერგიაზე საუბრობთ, როცა მონაცემებსა და კომუნიკაციაზე საუბრობთ და როცა ტრანსპორტზე საუბრობთ, არ არის რთული გააცნობიერო, რომ საუკეთესო გზა HiPA-ს გავლით გადის. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა, ფრენკი, რომ მადლობ, მოხვედით ბიანკა. და შემოგვიერთდით. მადლობთ.